ხის ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელი სოციალური საწარმო დადარი ექსპორტის მიმართულების გაფართოებას გეგმავს. კომპანიამ რთული პერიოდი გაიარა პანდემიურ წელს, თუმცა ადაპტაციაც განიცადა და განვითარებასაც განაგრძობს. ამ თემებზე სასაუბროდ შემომიერთა დადარის დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილი, ვისთან ერთადაც ვისაუბრებ ამ ძალიან კარგ და საჭირო საქმეზე. არჩილ, დილამშვიდობისა და დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხარ დილიდან საქმეში. დილამშვიდობის. მე დავიწყებდი ასე, რომ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს ზოგადად სათამაშოს არჩევის დროს, როცა ვხვდები, რას ვთავაზობს ბაზარი. იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ ბავშვს უყიდო ისეთი პროდუქტი, რომელიც არ დააზიანებს მას და ეს დაზიანებაც არის ის საკითხი, როცა არ ვიცით შეიძლება ბავშვს ერთი ზიანი მივაყენოთ. ყოველთვის პატივს ვცემ იმ შრომას, რასაც ქვია ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქტი ნებისმიერი მიმართულებით და განსაკუთრებით ის მიმართულება, რომელიც ეხება ბავშვებს. მინდა ვისაუბროთ ზოგადად რა არის დადარი და შემდეგ უკვე რამდენიმე საინტერესო თემაზეც შევეხოთ. დილამშვიდობის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, სწორედ აღწერეთ თქვენი ძირითადი პრობლემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს და ერთ-ერთი განმაპირობებელი იმ საქმიანობის, რომელსაც დღეს ჩვენ ვაწარმოებთ, უბრალოდ ეს პრობლემა იყო, ჩვენ ძალიან გვაწუხებდა ის მდგომარეობა, რაც ჩვენ ქვეყანაში არსებობდა სათამაშოების მიმართულებით. არსებობდა რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც გვაძლევდა ძალიან ცუდ შედეგებს, რომ ქართულ ბაზრებზე და არსებობდა არასასურველი სათამაშოები ბავშვებისთვის. ჩვენი პატარა სტარტაპიც ამ იდეის გარშემო დაფუძნდა, ჩვენ გვინდოდა ჩვენი მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის სათამაშოები. პირველ რიგში გვინდოდა, რომ ქართველი ბავშვებისთვის დაგვემზადებინა ეს საყვარელი ნივთები და გადაწყვიტეთ დაგვეფუძნებინა დადარი, რომელიც არის სოციალური საწარმო, რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს, რომელიც ასაქმებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ჭირდებათ და რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საწარმოში საქმიანობა და 3 წლის განმავლობაში ვცდილობთ და ენერგიას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ წარმატებით ვაკეთოთ ეს საქმე. ემოციაზე გათვლილი ბიზნესი გაქვთ და მე ჯერა იმის, რომ გულწრფელ ემოციებს ყოველთვის შეუძლია სასიკეთო საქმე მოიტანოს, არა მხოლოდ კონკრეტულად ობიექტისთვის ან ფიზიკური პირისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვისაც და რასაც ახლა უყურებთ, გვინდა რომ გითხრათ რა არის, ასე ვთქვათ, ეს ვიცით რომ სათამაშოები არის, მაგრამ რისთვის არის შექმნილი, რას აპირებთ და რატომ გააკეთეთ ახლა ეს პროტოტიპები, რომელიც მე ვიცი რომ უკვე პროტოტიპებად არის ეს, როგორც მითხარით, სანამ შემოვიდოდით სტუდიაში. ეს არის სრულად ხელნაკეთი სათამაშოები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ევროპის ბაზრის სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტს. აქ წარმოდგენილი სათამაშოების რამოდენიმე მოდელი გვაქვს იმ ურთიერთმოლაპარაკებების საფუძველზე დამზადებული, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთ-ერთ ძალიან მსხვილ გერმანულ წარმომადგენლობით ორგანიზაციასთან, რომლებიც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ კერძო ბაღებს ამარაგებს, კერძო ბაღების ქსელს ამარაგებს სათამაშოებისთვის. ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ძალიან კარგ ეტაპამდეა მისული. ჩვენ დავამზადეთ 20 პროტოტიპი, მის შესათავაზებლად მათივე მოთხოვნით და უახლოეს მომავალში გეგმავთ, რომ მოლაპარაკებების ეტაპი უკვე გადაინაცვლებს ხელშეკრულების ეტაპებამდე, საიდანაც მივიღებთ რაოდენობრივ შეკვეთებს, რაც მოგცემს შესაძლებლობას ჩვენი წარმოების რამდენჯერმე გაზრდის და უფრო მეტი ადამიანის დასაქმების და იმ საქმიანობის დიდ ეტაპამდე მიყვანაში, რასაც ამდენი ხანია ყოველდღიურად დაუღლელად ვაკეთებთ. დიდი შრომა ჩადებული ნამდვილად. არჩილ, მაინტერესებს როგორ ხდება, ასე ვთქვათ, ქვეყნების დაინტერესება და რამდენად მზარდია მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური სათამაშოების მიმართ. როგორც ჩვენს ქვეყანაში, ანუ ორივე საკითხზე რო ვისაუბროთ, როგორც ჩვენთან, ასევე სხვა ქვეყნებში. ევროპულ ქვეყნებში საკმაოდ დიდი ხანია, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ხის სათამაშოები. კერძოდ გერმანიაში ეს კულტურა ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი და პრაქტიკულად ამ სათამაშოების მიმართულებით ყურადღება არის ძალიან მაღალი.
და მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე ადამიანური მშობლების მიერ დამოკიდებულება. ჩვენ ქვეყანაში საბედნიეროდ ნელ-ნელა იმატებს ეს კულტურა, დაინტერესება მშობლების, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ უკვე იმ პროდუქტს, რომელსაც თქვენი შვილისთვის ყიდულობთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ბავშვს უნდა ქონდეს შესაძლებლობა და მას აქვს უფლება, რომ ითამაშოს უსაფრთხო სათამაშოებით. ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყო ამ მიმართულებით ყურადღების მიქცევა, შემუშავდა კანონი, დაკანონდა, რომლის აღსრულებაც დაწყებულია უკვე და დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ქვეყნის ბაზრიდან და დახლებიდან სრულიად ამოვა ის უხარისხო სათამაშო, რომელიც ესე მავნებელია პატარებისთვის. ანუ უნდა შეიქმნას ალბათ ლაბორატორია და საკანონმდებლო დონეზე გაკონტროლდეს ძალიან ბევრი საწარმო და მაღაზია მათ შორის, რომელსაც იმპორტირებული საქონლის კონტროლი უნდა დავიწყოთ თუ პირველ ეტაპზე აუცილებლად არის საჭირო განხორციელდეს კონტროლი და შემოწმება იმ იმპორტული პროდუქტის, რომლის ძირითადი და უდიდესი ნაწილი შემოდის ჩინეთიდან. სახელმწიფოს როგორც ვიცი უკვე დაწყებული აქვს ამ მიმართულებით კონტროლი, რეგულაციები შემუშავებულია, კანონმდებლობა აქტიურ ფაზაშია შესული და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოიტანს შედეგებს. ჩვენ ქართველი მწარმოებლები ბაზრის პრაქტიკულად 1%-საც ვერ ვახცევთ ჯერჯერობით სათამაშოების მიმართულებით, ვინაიდან უდიდესი ნაწილი უჭირავს იმპორტზე შემოტანილ პროდუქტს. და გათვლები და აქცენტი კეთდება დაბალფასიან სათამაშოებზე, აქ არის გულისხმობა მხოლოდ ხის სათამაშოების სრული სპექტრი. მაგრამ საბედნიეროდ გამოჩნდნენ ის პასუხისმგებლიანი მაღაზიები და ქსელები, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ ამ მიმართულებას და დიდ ყურადღებას აქცევენ მათ პარტნიორებს, ვისგანაც ყიდულობენ პროდუქტს და ეთხოვენ შესაბამის სერტიფიცირებას. დიდი იმედი მაქვს ეს ერთობლივი ჩართულობა და სურვილი, როგორც წარმოებლების, ასევე დისტრიბუტორების და ასევე ქსელების მეპატრონეების გამოიღებს კარგ შედეგებს, რაც ჩვენ ქვეყანას ამ მიმართულებით გახდის უსაფრთხოს. არჩილ, საქართველოს ფაზლს უყურებ ახლა. რატომ შექმნით, რატომ გაგიჩნდათ იდეა კომპანიაში, რომ შემოგეტანათ ასეთი სათამაშო და ვისთვის არის შექმნილი? მე უფრო უყურებ როგორც ტურისტისთვის. თქვენ უყურებთ როგორც ბავშვისთვის და ორივესთვის ხო არ არის ეს და როგორი არის, ასე ვთქვათ, დაინტერესება ამის მიმართ? ეს სათამაშო ერთ-ერთი საამაყო პროდუქტია ჩვენს მიერ წარმოებული, რომელიც ძალიან გვიყვარს და ძალიან კარგი შედეგების მოტანა შეუძლია. ეს არის ფაზლი, რა თქმა უნდა, შევქმნით ბავშვებისთვის. თქვენ გვიყვარს და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საგანმანათლებლო სათამაშოებს, რომლის თამაშის დროსაც ბავშვი არ მხოლოდ ერთობა, არამედ ანვითარებს თავის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. საქართველოს რუკის ფაზლი ეს არის სათამაშო, რომლის თამაშის შედეგადაც ბავშვი სწავლობს სათამაშოს აგებულებას, რა თქმა უნდა. სწავლობს რომელი რეგიონი, რომლის გვერდზე მდებარეობს, როგორი ფორმა აქვს და თამაშით აწყობს საქართველოს, აერთიანებს ჩვენს ქვეყანას. ჩემი რაჭა ჭხუმი ამოვიღე. ჩემიც. თქვენიც კი ბატონო, კახეთიც. აქ ფიზიკის ნაწილის დამჭირდებოდა ალბათ მე. ტურისტებისთვის იქნება თუ არა გათვლილი. ბატონო? გავერთე კი ვიძახდი არა და შეიძლება ჩავერთო თქო და თამაში დავიწყო თქო და არ დამიჯერეს, თუმცა მაინც ძალიან კარგია. ტურისტებისთვის მითხარი, რამდენად იქნება საინტერესო და მოთხოვნა თუ არის ბაზარზე ამ მიმართულებით. ეს აღმოჩნდა პროდუქტი, რომელიც შევქმნით ბავშვებისთვის, რომელსაც ჰქონდა თავისი მისია, რომ თამაშით ბავშვებს შეესწავლათ საქართველოს აგებულება, თუმცა ამავდროულად აღმოჩნდა ძალიან წარმატებული ტურისტული მიმართულებითაც, ძალიან დიდი რაოდენობით და დიდი ყურადღებით და ინტერესით ათვალიერებენ, ყიდულობენ და იძენენ, როგორც ჩვენი ქვეყნიდან წარებულ განსაკუთრებულ ნივთს, გარდა ამისა ძალიან დიდი თხოვნები და სურვილები მოდის ჩვენი ქართველი ემიგრანტებისგან, რომლებიც საქართველოში არ არიან. და გამოდგა ესეთი პროდუქტი, რომელსაც არ შეიძლება მხოლოდ სათამაშო დაარქვა და არ გამოდგა მხოლოდ პატარებისთვის დამზადებული. და ძალიან გვახარებს ეს. უფრო დიდი საკითხი არის, ვიდრე მართლა უბრალოდ სათამაშო. არჩილ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის.
მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ და თქვენ საწარმოს და უკვე კარგი ამბებით, საექსპორტო მიმართულებით დაგვიბრუნდით და ყოველთვის შევეცდებით, რომ ხარი დაგიჭიროთ ნებისმიერ საკითხში, რაც კი გექნებათ. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის. ასეთი იყო დღევანდელი ბიზნეს პარტნიორი. დღის მთავარ ბიზნეს პარტნიორს შეგიძლიათ უყუროთ 18 საათსა და 30 წუთზე საქართველოს პირველ არხზე და ბიზნეს სიახლეები იკითხოთ businesspartner.gr-ზე. საუკეთესო უქმეებს გისურვებთ.